მოგესალმებით, მე დღევანდელ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გავაკეთოთ WordPress საიტზე დიზაინი. ანუ როგორ უნდა დავაყენოთ WordPress საიტზე დიზაინი. შევიდეთ პანელში. შემდეგ აქ ანუ იერსახე და თემები. შემდეგ აქ მე მაქვს რამდენიმე თემა, მაგრამ ამებს არ დავაყენებ და მოდი ახლა აი install თემები, ანუ თემების ინსტალაცია. ჩვენ თუ ვიცით რომელიმე თემის სახელი, ან როგორი თემა გვინდა, აი ჩვენ შეგვიძლია აქვე მოვძებნოთ ის თემა. ანუ იყოს შავი, ერთსვეტიანი, მოქნილი და ანუ აქ უამრავი არჩევანია. და მოდი დავიწყოთ აბა სიარჩე. მოდი მოვძებნოთ და მოძებნის ჩვენაც მივუწვდეთ იგივე დიზაინებს. აი როგორც ხედავთ, აქ უამრავი დიზაინია. ჩვენ შეგვიძლია დიზაინ სახელი ჩავწეროთ და ისე მოვძებნოთ. მოდი მაგალითად ჩვენ ჩავწეროთ ასეთ ამ დიზაინის სახელი. სახელები აწერია სურათის ქვემოთ. სიარჩე მივცეთ. აი როგორც ხედავთ მოვძებნოთ. მოდი ახლა ჩვენ გადმოვწეროთ ეს თემა. გადმოვიწეროთ კომპიუტერში თვითონ. და როგორ უნდა დავაყენოთ საიტზე. install თემა, ანუ თემების ინსტალაციას შეხვალთ. აქ არის აფლუატ, ანუ ატვირთვა. დავაწევით ატვირთვას და დიზაინი აუცილებლად უნდა იყოს zip ფორმატში. ანუ უნდა იყოს დაარქივებული zip ფორმატში. ამას მივცე, დავაჭერთ და ის დიზაინი. გავხსნით იმ დიზაინს და install now, ანუ ატვირთვა დაინსტალირება. თუ ჩვენ არ გვაქვს ეს zip ფორმატში, აი მოდი ჩვენ ასეთ რამეს ვიზავთ. დავაჭერთ საიტის მარჯვენა ღილაკის მაუსზე და აქ მივცემთ. შემდეგ ავიჩერთ zips და OK. აი ეს ასე გვაქვს. ეხლა მოდი ავტვირთოთ ხელახლა და install now. ჩვენ სანამ ეს აიტვირთება დაველოდებით ამ თემას. აი როგორც ჩანს აიტვირთა. აქ არის ნახვა თუ როგორი თემაა, ეს არის უკვე თემის დაყენება და ეს არის თემების დასაყენებელ გვერდზე გადასვლა. მოდი დავაყენოთ, აქტივაცია მივცეთ. აი ეს როგორც ხედავთ დაყენდა. ანუ ახლა ეს როგორი დიზაინია. WordPress დიზაინებს აქვს თავისი ფუნქციები. ანუ ზოგს რო აქვს რომ HTML-ით უნდა შეცვალო დიზაინი. აი როგორც ხედავთ ლამაზ დიზაინია და აი როგორი ის აქვს ლოგო. ჩვენ შეგვიძლია აქ ლოგოს სურათი ავტვირთოთ აქვე. ანუ თვითონ თემის ფუნქციებში. აი თემის ფუნქციებიც აქ არის, უამრავი ფუნქცია აქვს ზოგ თემას. ზოგი არის პრემიუმი, ანუ ფასიანი და ფასიანებს უმეტესად აი ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და ზოგი კიდე უფასოა და ნაკლები ფუნქციები აქვს. აი აქ ასეთი ლამაზი დიზაინებია უამრავი. ისე ეს WordPress საიტი უფრო მოსახერხებელია და უფრო ადვილი ვიდრე სხვა ძრავები. მორჩა დიზაინი დავაყენეთ, ეს ვიდეო გაკვეთილი დამთავრებულია. თუ რამე ვერ გაიგეთ ჩემო საიტზე და დატოვეთ თხოვნებში ან ამ სიახლის კომენტარებში.